მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს მე წარმოგიდგენთ 1983 წელს გამოშვებულ W126-ის კუპეს SEC 500-ს. სანამ 1983 წლამდე მოვალთ, მოდით დავიწყოთ Mercedes-ის ისტორიის გაცნობით. 1971 წელს Mercedes-მა წარადგინა W116 კუზავი, რომელიც იყო პირველი S-კლასი. მაგრამ ძალიან მალე 1973 წელს უკვე მსოფლიო ნავთობის კრიზისი დაიწყო და უკვე ამერიკაშიც დიდი რეგულაციები ამოქმედა. სწორედ აი ამ კრიზისისა და აი ამ რეგულაციების ფონზე მოუხდათ, რომ უკვე დაიწყოთ ახალი პროექტი, რომელსაც Project 126 უწოდეს. ეს ამ პროექტზე მუშაობა ჩააბარეს ბრუნო საკოს. მოკლედ, ბრუნო საკომ ამ რეგულაციების ფონზე და რომელმა რეგულაციებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ მანქანის გამოშვებაზე, დიდი შედეგი დატო. იმიტომ რომ ჯერ ეცადნენ, რომ მოდიო უფრო ეკონომიური გავხადოთო, ზედაპირები უფრო გლუვი გახადეს, მეტი აეროდინამიურობისთვის, ხანში შიტოკებს გამოაძროვდნენ და ცვლიდნენ ხანის. ნუ მოკლედ ეფექტური გამოდგა. 1979 წელს წარადგინეს 126 4-კარიანი S-კლასი და შემდეგ უკვე 91 წელს IA ფრანკ რუზე, მოკლედ, როგორც კონკრეტულად ჩრდილოეთ ამერიკისთვის გამოშვებული დიზელის სრავიანი S-კლასები წარადგინეს, ასევე წარადგინეს ეს კუპე ვერსია, კონკრეტულად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის. რო გავაგრძელოთ, ეს იყო ყველაზე მაგარი პროექტი Mercedes-ის ისტორიაში. ყველაზე ხანგრძლივად წარმოებული და ყველაზე გაყიდვადი. 4-კარიანი S-კლასები 126-ი სადღაც 780,000 გამოუშვეს, ხოლო კონკრეტულად კუპე ვერსია გამოდიოდა 81 წლიდან 90 წლამდე და გამოუშვეს 70,000. მოკლედ, აი ამ S-კლასმა დაუდო დასაბამი სხვა დანარჩენები. თავდაპირველად ეს SEC მოდელები იყო მხოლოდ ორი ძრავით წარმოდგენილი. ეს იყო SEC 380 და SEC 500. კონკრეტულად ჩვენი მანქანა SEC 500-ია და იმ პერიოდში არის წარმოებული. 81 წლიდან 85 წლამდე გამოდიოდა ეს არარესტები, შემდეგ უკვე 85-დან 90 წლამდე უკვე რესტაილინგი მოდელები გამოვიდა, რომელსაც მარტივად რო გავარჩიოთ, სხვა ფარები აქვს უბრალოდ, აი აქ ეს შეჭრილი ფარი უფრო ლამაზად გამოიყურება დამერწმუნეთ, ვიდრე რესტაილინგის აი ესეთი ფიანი ფარი თავისი საწმენდებით აქვს. სწორედ აი ამ SEC მოდელმა დაუდო დასაბამი CL მოდელს. და რაც შეეხება S-კლასმა, Project 126-მა გაამართა ყველა ასპექტში, ყველანაირად გაამართა ბრუნო საკოს კოჩახა. ეს იყო პირველი კუპე, რომელიც გამოვიდა სტოიკების გარეშე. აი, წარმოვიდგინეთ ეხა 1983 წელი. და აი ამ მანქანით მოძრაობთ, საქართველოში ვერ იმოძრაობთ, ეხა საბჭოთა კავშირი იყო და მოსკვიჩები და სამთავრობო შავი 21-ები დადიოდნენ, მაგრამ აი ამერიკაში ინა არაბეთში, აი საუდის არაბეთშიც მაგრა ევასებოდათ ეს მანქანა და მაგრა მოწოდათ. დადიოდნენ აი ამ მანქანით ტიპები, ესეთებით. ანუ ხვდებით, რამხელა განვითარებაზე იყვნენ ტიპები, ანუ 1983 წელს კი არა, აი ხა 2025 წელს რო დავდივართ ამ მანქანით, მაგრა გვისწორდება. იმიტომ რომ ბევრ თანამედროვე მანქანას ჯობს ეს მანქანა. უბრალოდ ერთადერთი პრობლემა რაც აქვს დღეს გადატვირთულ თბილისის ქუჩებში, სადაც ყველა მეორეს მანქანა ყავს და აი სუსაცობებია, ამხელა მანქანა, აი ამხელა გაბარიტებით, ცოტა რთული სატარებელია, ცოტა. ეს მანქანა იმ პერიოდში არის გამოშვებული, როდესაც უკან წარწერა 500 SEC-ი, 500 ნიშნავდა, რომ შენ მეტი სიმძლავრე გქონდა. ანუ დღეს რო არის რომ 2-დან 0 ძრავიანი მანქანა შეიძლება 3 და 5 ძრავიან მანქანაზე მძლავრი იყოს, არა, აქ ყველაფერს აი ეს წარწერები ამბობენ. 500 ვსო, შენ იქ 420-ზე, 380-ზე მეტი ცხენის ძალა გაქვს. მეტი სიმძლავრე გაქვს. ცხენის ძალებზე ვისაუბრებთ აუცილებლად. საბარგული. აი, უზარმაზარი საბარგულია. ალბათ, ჩემი აზრით. მაშინ არც კამერები იყო, არც არაფერი და აქ ტრუპებს ჩაყრიდნენ ხოლმე და იშორებდნენ ხოლმე. 1-2-3 ტრუპის ადგილი არის. თან ეხა, როდესაც ამერიკის ბაზრისთვის უშვება ავტომობილს, ამერიკაში დადიოდნენ ლინკოლნები, ფორდები, ძალიან დიდი ზომების და ანუ
კაპოტი უფრო პატარა ქონათ ტიპებს ვიდრე ბაგაჟნიკი და უნდა გაგეწია კონკურენცია, უნდა შეექმნა გერმანიას ისეთი მანქანა, რომ კონკურენცია გაეწია და მე მგონი შექმნა კიდევაც, იმიტომ რომ ეხლა ლინკოლნი და ფორდი აღარავის აღარ აინტერესებს და მერსედესი აი ეს, როგორც G-კლასი ვთქვათ, რომ არის ისტორია, ზუსტად იგივეა ეს მანქანაც. გაიგონე ხმა, უნდა მოსოვიყო. კიდე უნდა ავხატო ჩემი. აი დაკეტვის ხარისხს უბრალოდ შეხედეთ დაკეტვის ხარისხს. ანუ კიდე უნდა ვქნა, კიდე უნდა ვქნა. აი ხო გაიგო. და აი დავკეტეთ, ხო? Mercedes-მა 1981 წელსივე აჯობა Toyota-ს. აი ყველა ასპექტში აჯობა. კარის დაკეტვაშიც კი აჯობა. ამ მანქანას უკენია ყველა შემთხვევაში ეკენა ნიკელის დისკები, აი აქ თავისი ნიკელით წაუმატეს, ამერიკაში სადღაც წაუმატეს. ნუ ცოტა დიდი დისკები უფრო გაალამაზებდა ამ მანქანას, მაგრამ ამასაც არ აუშავს. აი ამ დისკებზე ძალიან რბილია, ძალიან სასიამოვნო და ძალიან რბილი სატარებელია. უკანა შუშა ჩადის და საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. ნუ გვერდი ისეთი კაია რა, უკრიდანაც კაია, წინიდანაც კაია, გვერდიდანაც კაია, ყველა მხრიდან კაია, ყველა მხრიდან. ეხლა ძრავში ჩავიხედოთ და გავიგოთ როგორი იყო მაშინდელი 5-დან 0 V8 ძრავა 4 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით. აი ამ კარის გაგება მევასება და რა ვქნა იმი. აი უკვე კაპოტის გახსნაში ცოტა ეთყობა რომ ცოტა სხვანაირად მინდის ყველაფერი. იქიდან ეთყობა რომ აი აქ არ გვაქვს გასახსნელი და უნდა გავხსნათ ხელები აი აქედან ეს. აი აქ პატარა ისინი. ვა, ცოტა ცხელია. ცოტა ცხელი რო არის, ნუ პრობლემურია რა ამის გახსნა ცხელზე. საოცრად უნდა მივაჭირო თორე მაგრამ წვალს იმენა. დამჭერებიც კი აქ ანუ ამბოხამიეთია Toyota-ს. დღესაც არ აქვს დამჭერები და ამას უკვე აქვს. 5-დან 0 V8 ძრავა 228 ცხენის ძალითა და 405 ნიუტონ-მეტრით. 0-დან 100-მდე აჩქარება აქვს 8 წამში და მაქსიმალური სიჩქარე აქვს 225 კმ/სთ. 1983 წელს ეს მონაცემები იყო რავი რაღაც სასწაული. თან ეს პერიოდია, როდესაც AMG, ესე ანუ Mercedes-ი AMG არ გამოდიოდა. AMG იყო უბრალოდ ტუნინგ ატელიე იყო. შეგეძლო რომ გამოუუშვა Mercedes-მა ავტომობილი თქვათ C500-ი, წასულიყავი AMG ატელიეში. AMG მოცხებდა თავის შიტოკებს, გვერდზე კანიზებს, რაღაცას მძრავს, ცოტას გაამარიაჟებდა და შიგნით ცოტა რაღაცებს შეცვლიდა და გეყოლებათ უკვე AMG-სეკი. და ესე ხდებოდა მანქანა AMG, თორემ Mercedes-ი ქარხნულად AMG-ს არ უშვებდა. ზემოთ ვიდეოს აი ამ ხელა ფილტრი. ნუ ეს ის პერიოდია, როდესაც პლასმასებით არ ამკობდნენ უბრალოდ ძრავს. თავისი ძრავი იდებოდა. კაია, კაროჩე, შევეშვათ ამას, დავაფაროთ, ცოტა რთული დასაფარებელია, მაგრამ არ აუშვს. ძალიან გრძელი კაპოტიც გვაქვს. ნუ წინიდან კარგად გამოიყურება, აი ყველაზე მეტად ეს მანქანა წინიდან მოწონს, რა ძალიან საკაიფოა, ძალიან კარგად ძის. გადავიდეთ ეხა შიგნით, ვნახოთ რა ხდება შიგნით. პირველ რიგში ხდება ის, რომ კარი არის სტოიკის გარეშე. მეორე რიგში ხდება ის, რომ ამ მანქანას აქვს მემორები, აი ეს მემორი. და აქ ელექტროსკანი. რომელიც გაზაჟგანია რომ არა გახსნი, უბრალოდ არ მუშაობს, სწორე რომ გავხსნათ. აი ესე მუშაობს. კიდე ის ხდება, აგე 1983 წელს მანქანა მოგვაწოდა ღვედი. აი მოგვაწოდა ღვედი, ანუ წარმოგიდგენთ და წავიდა. ანუ ხო ხდებით უბრალოდ რა მაგარ რაღაცასთან გვაქვს შეხება. მემორები გვაქვს, ვახსენეთ, ღვედს გვაწვის, ვახსენეთ, ბლუქი გვაქვს, კიდე რა გვაქვს? საჭე გვაქვს, ნუ ეს საჭე რა თქმა უნდა ნარდის საჭე არის და ქარხნული არაა, უბრალოდ შემდეგაა დაყენებული და ესეც ძველ მანქანებს უხდება, აი საკაიფო ქარხნული კი საჭე მე პირადად არ მომწონს ამ მანქანაზე და ეს საკაიფო უფრო ამის სიძველეს ხას უსმევს. კიდე გასაკვირი ისაა, რომ 1983 წლის მანქანას აქ სავარძების გათბობა, კონდიციონერი აქვს, რომელიც დღესაც მუშაობს და კიდე აქვს კრუიზ კონტროლი. კონკრეტულად ეს სერიები იყო, რომელსაც Mercedes-მა ABS-ი დაამატა
და ნუ ხარისხი ხვდებით, აი ამდენი წლის შემდეგაც რომ ესე ხარისხიანად გამოიყურება, უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ ხარისხს ხმიდნენ, ხარისხს. ეხლა Toyota-ს, სიტყვაზე ხი Toyota-ს ტორპედო 20 წელსაც ვერ გაძლევს. და რა 1993 წლიან მანქანაში აი ესეთ მდგომარეობაში აქ ხეები გვაქვს, დაბერვა გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ხელით რაღაც. კარგია მოგეთ, კარგია. გასაგები გვაქვს იმ დროისთვის შესაფერისი და აი ეს გვაქვს რაც გვაქვს. გადაიქოკა ჩვენი მგელი. აი ეს მაჩვენებელთა დაფა დღესეც ნუ Mercedes-მა ეხა დიდი ხანი გააგრძელა უბრალოდ აი ესეთი მაჩვენებლების დაფით მანქანების გამოშვება, მაგრამ ძალიან მაგრა გამოიყურება, აქ უხდება საკაიფოა. კიდე ავტომატიკა არის ეს მანქანა. და არის თითქმის მინდა. სიარულის ხრი აი ძალიან ბილად დადის, აი ძალიან ბილად დადის, ABS-იც აქვს, რამდენიც გასაკვირი არ უნდა იყოს და უბრალოდ აი კაპოტი გვაქვს, აი ძალიან ძელი კაპოტი გვაქვს. უკანაც ძალიან ძელია ეს მანქანა და ცოტა სიარულის ხრი ცოტა ჭირს. აქეთა საკეკი აი ესე კონტროლდება, აი აქედან რაღაცა ესე კონტროლდება, მაგრამ იქითა სარკე გვაქვს ელექტრო. ანუ ელექტრო გვაქვს და შეგვიძლია ელექტროთი იმას ვაკეთოთ, ვაკონტროლოთ იქითა სარკე. პლუს აი ყოველდღიურად გადასაადგილებადაც გაგისწორდებათ ეს მანქანა, მაგრამ აი შაბათ-კვირას რო გამოხვალთ ამ მანქანით, აი შაბათ-კვირას რო ივლით, აი ძალიან მაგარი მანქანა არის რა. ნუ ეხლა რა თქმა უნდა ელექტრო არულავოი არა გვაქვს და ცოტა ძიმი არის, მაგრამ არ აქვს, კაია. სთან ეხლა ყველა ყურადღებას გაქცევს კუპე, ამ ხელასეკი 500-თან. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი მანქანა არის. შაბათ-კვირას რო გამოხვალ რაღაც ვიკენდზე, ძალიან ფართიც არის რა, ეხლა ვიღაცები რო ჩაისვა უკან საბარგულში, ჩაყარო რაღაცეები, ჩაყარო და ხალხის დაეტევით, ანუ იმის ფართიც არის, რომ ხალხი დაეტიოთ. მოკლედ ერთ სიტყვით ძალიან კაი მანქანა არის. მე მომწონს. სიარულსაც შეეხება ძალიან რბილად დადის, ეს სავარძელიც აი საკმაოდ რბილი არის. ნუ ეხლა კითხვით დისკები მეთქი ცოტა დიდი რო დააყენოთ მეთქი, უკეთესი გამოვა მეთქი. მეგრეცა ეხლა უკეთესი გამოვა, მაგრამ ალბათ ესეთი რბილი აღარ იქნება მანქანა, როგორიც ეხლა არის. რა უნდა ეხლა ყველაფერს ხარისხი ეთყობა, აი ამდენი წლის შემდეგაც რომ ესე ხარისხიანად გამოიყურება, უკვე რაზე მეტყველებს იმაზე რომ თავის დროზე საკმაოდ ხარისხიანი იყო, ხო? ძალიან მაგარი მანქანა არის მოკლედ, რათან ყველა აბსოლუტურად ყურადღებას იქცევს, ყურადღებას აქცევს, ყველა ყურადღებას იქცევს, აი ეს ხეებიც აქვს, ძალიან უხდება, საკაიფო არის. ბილად დადის, კარგად იმართება. რა ვიცი, სხვა რა არის საჭირო, 91 წელს გამოშვებული ავტომობილი, რომ ესეთი იქნება და ესე იყოს, უკვე ესე იგი საკმაოდ კარგია და კარგ საბეჭდებებს ტოვებს. ხარისხი ეთყობა, საკმაოდ დღესდღეობითაც, აი Toyota-ს არ აქვს ხო ისეთი ფუნქციები, როგორიც ამ მანქანას აქვს კონკრეტულად და წარმოვიდგინეთ იმ დროს რა იქნებოდა საერთოდ. აი საერთოდ სხვა რაღაც იქნებოდა იმ დროს. სიდ გაბარიტებთან ერთად გვაქვს ძალიან მიმზიდველი რამ. აი ეს კარი სტოიკის გარეშე თან გრძელი კარი არის და ძალიან საკაიფო არის. ესეც სტოიკის გარეშე რო არის თქვი და მოდი ახლა უკან უბრალოდ დავიშვები როგორი სივრცეა. ეს კამი ზედმეტად უკანაა, მაგრამ მაინც შევძვრეთ. ხო არა. ცოტა პატარა ფართი არის, მაგრამ რა, მაინც კომფორტული იქნებოდა რა, ხელის დასადებიც აქვს. კაია. მე მომეწონა. საუდის არაბეთში და ამერიკაში ყავთ ტიპებს ეს მანქანები ყავდათ. კიდე მოსწონდათ. და ნუ კახი კალაძემ ჩვენმა თბილისის მერმა, როგორც თქვა, რომ შევისყიდოთო, იყიდეთო ეს ძველი მანქანები იყიდეთო, დაარესტავრირეთო. და მე ახალგაზრდებთან შევიკრიბოთ ხოლმეო რა. ზუსტად. ჩვენც ჩავერთეთ მაგ პროგრამაში. ეს კონკრეტული ავტომობილი ჩვენ მეგობარს ჩამოვუყანეთ
$7,000 დაჭდა. აი ესე როგორც ხედავთ, უბრალოდ სალონი არის ოდნავ დასასწავლებელი. თქვენს უგინდათ იაროთ აი ესეთი მაგარი მანქანით, სულ რაღაც $6-7,000-ად დამიკავშირდით და ჩამოგაყვანინებთ აუცილებლად ან მოვბრძანეთ ჩვენთან ოფისში. სხვა რავი ხა $7,000 დაჭდა ეს მანქანა აღნიშნე უკვე. ბაჟდება ანტიკვარში გადის ჩვეულებრივად. სულ რაღაც $7,000-ად შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ, ანუ ჩამოგაყვანინებთ აი ესეთ ანტიკვარ უმაგრეს მანქანას, აი რომელზეც, აი სადაც არ უნდა მიხვიდეთ, სადაც არ უნდა გაიჩითოთ, აი ყველა დიდ ყურადღებას აქცევს. ეხა კი შეიძლება ეხა დიდად ეხა ახალგაზრდა გოგოებს არ ევასებათ, მაგრამ მამაკაცები ყველა ხვდება რა დონის მანქანა. აი რა დონი და ყველა ყურადღებას აქცევს, აი ყველას უყვირს. და $7,000-ად. უბრალოდ ეხა სალონი აქვს ამას დასასწავლებელი და მაგის ფულიც დაემატება უბრალოდ. ეხა $7,000-ად რო ესეთი რაღაცა ჩამოყავს, ჩემი აზრით ძალიან მაგარია რა. მე მომწონს, ძალიან მომეწონა, ძალიან კაი მანქანა არის. აი ფუნქციურად ჯერ მაშინ წარმომიდგენია რა იქნებოდა და მაგიტომაც ყიდულობდნენ ალბათ საუდის არაბეთში და ამერიკაში, მაგრამ აი დღესაც რო შეიძლება რომ გაგაოცოს, თანამედროვე მანქანას რო არ ჩამოორდება, იქ გვეც გაწვის, ელექტროშუშა აქვს, სავარძების გათბობა აქვს და სავარძებით ძალიან კომფორტულია. აი შორგზაზე ამ სავარძებით არ დაიგებთ. ეხა წინა ვიდეოში მაგალითად GL 63 სადაც გადავიგე, იქ პირო შორგზაზე მეთქი, ეს AMG-სიდანივე მეთქი, დამღლელია მეთქი, მაგრამ ამ მანქანაზე შორგზაზე ვაფშე არაა დამღლელი. აი თან თუ წერის-ტკივილი გაწუხებთ, ცოტა ჭარბწონიანი თუ ხართ და წერის-ტკივილი გაწუხებთ, აი ზუსტად თქვენზე არის რა ეს მანქანა. აი ბილად დაჯდებით და აი საკაიფოდ იქნებით რა. სხვა რავი, სულ ეს იყო დღეს. SEC 500 ჩვენი გმირი, რომელიც კიდე ერთხელ ვიძახი, რომ ძალიან მაგარი მანქანაა. მე მომეწონა, როგორც ძველი მანქანა, ანტიკვარი მანქანა, ძალიან საკაიფო არის. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე. არ დაგავიწყეთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, არ დაგავიწყეთ ვიდეოს და ლაიქება და არხი გამოიწერეთ, რომ შემდეგი ვიდეოები არ გამოგჩეთ და უბრალოდ უყუროთ და ისიამოვნოთ.